ხუჩაბათი დღეს საყვარელი და ნანატრი საღამო 18 საათი 93 და 1 FM ქალების რადიოს პირდაპირ ეთერში გადაცემა Beauty Live ხატია შამუგიასთან ერთად საუბრობთ სილამაზეზე, საუბრობთ როგორ უნდა ვიყოთ ლამაზები, მიმზიდველები, მომხიბვლელები და მუდამ სასურველები და ქალები და არა მარტო ქალები, რა თქმა უნდა. მიუხედავად იმისა, რომ რადიო გახლავთ ქალების, გვისმენენ არა მარტო ქალები, რა თქმა უნდა, მამაკაცებიც და ის რაღაცა ხრიკები, რაც მამაკაცებმა ვერ ამოხსნეს დღემდე რა სურთ ქალებს და რა მოსწონთ ქალებს, სწორედ ჩვენი სტუმრობა ემსახურება ხოლმე ამას, რომ რაღაცა პატარა ერთ გასაღებს გავხსნით ხოლმე და ნუ მაინც მე ვფიქრობ, რომ ქალები ამოუხსნელებს ერთ ბოლომდე ამოუცნობები, მაგრამ გადაცემა ემსახურება იმას, რომ რაღაცა პატარ-პატარა ნიუანსები და დეტალები გავიგოთ. დღევანდელი ჩვენი თემა ეხება მოდას, მოდის ინდუსტრიას, იმიტომ რომ ძალიან ბევრს საუბრობთ, ეს არის თემა ამოუწურავი. საუბრობთ, რომ მოდა შეიცვალა, მოდის ტენდენციები იცვლება და ამ თემაზე, რა თქმა უნდა, ვის მოვიწევთ თუ არა, როგორც ანონსში ვთქვი, ყველაზე ცნობილი ქართველი დიზაინერი ავთანდილი, რომელმაც ნამდვილად ქართული მოდის სახელი გაიტანა მსოფლიო მასშტაბით და ძალიან ბევრს ვისაუბრებთ და ძალიან საინტერესოდ ამ თემაზე, თუმცა მე ერთ საიდუმლოსაც გაგემხელთ, რომ უკვე 1-40 წუთი ამ თემაზე კადრს მიღმაც საუბრობთ და ამასაც მოგიყვებით, რა თქმა უნდა. მცირე რაკურსი გადაცემასთან დაკავშირებით, ნუ მოდა, რა თქმა უნდა, არის სამუდამო, თუმცა ამბობენ, რომ არც სამუდამო არ არის, მაგრამ ყველაფერი ახალი, კარგად ძველია, ყველაზე კარგად თურმე ამას ითვალისწინებს მოდის სამყარო. ესე იგი, ერთგვარი მამოძრავებელი იმპულსია სიახლისკენ, ძიებისკენ, ხელოვნებისკენ. მოდა არის ფორმის და იერის ცვლილება გარკვეული დროის განმავლობაში. მოდის დაბადების ზუსტი თარიღი და რა თქმა უნდა, ადგილმდებარეობა დაუზუსტებელია და სხვადასხვა ქვეყნებში დღემდე კამათობენ იმის შესახებ, თუ სად დაიბადა ცნება მოდა. ექსპერტების უმრავლესობა ამტკიცებს, რომ ეს საფრანგეთში მოხდა. ყველად არ ამბობენ, რომ ნებისმიერი წარმატებული დიზაინერის ოქროს გასაღებია, როდესაც ის ზუსტად ხდება საზოგადოების განწყობას. პირველ რიგში მოდა სწორედ რომ სოციუმის განწყობას, ოცნებებს და იდეალებს კარნახობს და ასევე კონკრეტულ პერიოდებს წარსულიდან თუ მომავლიდან. როგორი წარმატებული იყო კრისტიან დიორის მოდის სახლი, ხო, მაგალითად შანელის მოდის სახლი და ამბობენ, რომ იმიტომ რომ ზუსტად მეორე მსოფლიო ომის დროს მან მისცა ქალებს ის, რაც ყველაზე მეტად მათ სჭირდებოდათ. იყო მოდური, ერთგვარი ნიშანია იმისა, რომ სოციუმში დაიმკვიდრო თავი, სადაც ჩვენ გვაფასებენ სათმოსის მიხედვითაც და რა თქმა უნდა, რაც არ უნდა ცინიკურად ჟღერდეს, მოდა ეს ბიზნესია. მოთხოვნა ზრდის წარმოების რაოდენობას ისევე როგორც სხვა ნებისმიერ ბიზნესში. მოდის ძირითადი აზრი მდგომარეობს ადამიანის მიერ ახლის ძიების და მუდმივად განვითარების სწრაფვაში. რა არის სტილი? თუ მოდა გამოხატავს სხვის ხედვას ამა თუ იმ საკითხის მიმართ, სტილი საკუთარი პერსონის გამოხატულებაა. ის თქვენი მონათხრობია ირგვლივ მყოფთათვის, სამოსის, მანერის და ქცევის საშუალებით. სტილი გამოგარჩევთ სხვა ადამიანებისგან და გაძლევთ საშუალებას იყოთ უნიკალური და განუმეორებელი. ჩვენი პერსონალური სტილი გამოხატავს იმას, თუ როგორ ვხედავთ და წარმოგვიდგენია. ეს ჩვენი არაცნობიერის არჩევანიც არის. სტილი არის, როდესაც უზარმაზარი შესაძლებლობიდან ირჩევ სწორედ იმას, რაც შენს შინაგან სამყაროსთან და მსოფლმხედველობასთან არის ახლოს. ყველად არ ამბობენ, რომ მოდა ტანსაცმელშია, ხოლო სტილი ადამიანში, რომელიც მას ატარებსო. დანარჩენზე ვისაუბროთ, რა თქმა უნდა, მთელი 1 საათის განმავლობაში ჩვენს არაჩვეულებრივ სტუმართან ერთად ავთანდილთან. ავთანდილ, დიდი მადლობა. ხედავ როგორ მოვემზადე, შენ კიდე არ იცი რამდენი რამე მაქვს მოწერილი და წაკითხული, იმიტომ რომ სტუმარი ისეთი მოდიოდა, რომ მასპინძელიც მომზადებული უნდა დახვედრო და მე ასევე ძალიან დიდ მადლობას გეტყვი იმისთვის, რომ ვიცი რომ დიდად არ გიყვარს და არა ნებივრებ გადაცემებს შენი სტუმრობით, გამომდინარე შენი დაკავებულობიდან და გეტყვით რომ როდესაც დავჯავშნი ავთანდილის სტუმრობა ეთერში საფრანგეთში ბრძანდებოდა თან ახალი დაბრუნებულია საფრანგეთიდან და ძალიან ბევრ ამბებს მოგვიყვება. როგორ მოგეწონა ჩვენი არაჩვეულებრივი ინტერიერი, რომელზეც გიჟდები და ვამბობ რომ ყველაზე ქალურია. იცი რა არის? ინტერიერი დავიწყო? ნუ იმიტომ რომ შენი ერთ-ერთი გატაცება ბოლო პერიოდის სასწრო ინტერიერის დიზაინია. უკვე შენობიდან გამომდინარე, ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, გექმნება უკვე კარგი ემოცია და დღეს ადამიანი რა შვება? შეყიდულობს ემოციას. ანუ მარკეტინგი რაც ემოციაზეა დაყრდნობილი, მოდაშიც ეს არის. შესრულებულია აქ ამ შემთხვევაში, შემოდიხარ შემდეგ უკვე აბსოლუტურად თანამედროვე ისტორიაში, რომელიც ესეთი ლაკონურია, არის ესეთი დიდი წითელი აქცენტი, რომელიც არ გადუნებს და
სინთეზში ამჯერად შენს პომადა თან როგორც ყოველთვის მე მგონი ამ ნიშნით ამირჩიეს იცი წითელი პომადის და ლაქის მიხედვით ამირჩიეს სამყაროს მოუხდება გარემოს არ ვიცი რამდენად სწორად ენერგიითაც მოხდავს ფერი პრინციპში თუმცა როცა იმ ადამიანებთან მიდიხარ სადაც შენ თავს დაცულად და კარგად გრძნობ უკვე ყველაფერი სხვანაირად მუშაობს და ეს მუშაობს მხოლოდ დადებით ემოციებზე ასე რომ ინტერიერი ადამიანები განცეცხო და გახოთ რეაგერდა საოცარი სულობოები გხდები თავთან ხედა არის ჩემთვის იდეალური და მამაკაცისთვის რა გათამამება სუქალები რო ხდებიან და სუქალები რო გარსეხვევიან იმიტომ რომ ქალების რადიოა და მუშაობს სუქალები ავთო, ну, იმდენი წლის გამოცდილება გაქვს და მართლაც ყველა კი არ ვამბობ, რომ და სიტყვის მასალა არ არის ეს, რომ შენ ხარ დიზაინერი, რომელმაც მთელს მსოფლიოს გააცნო ქართული მოდა. თუმცა ქართული მოდა როგორც აქ ისტორიაშია მოცემული საუკუნეების წინდან იღებს სათავეს, რომელიც იცვლება ისევე როგორც მსოფლიო მოდა, მაგრამ ის რაც სტანდარტია და ის რითაც მსოფლიომ გაგვიცნო, გადადგის შენ პირველი ნაბიჯები, რომელიც ძალიან რთული იყო, იმიტომ რომ ამდენი წლის წინ, მაშინ როდესაც საქართველოსაც ბევრი არ იცნობდა, შენ მოგიწია ძალიან ბევრი სტანდარტის გათვალისწინებაც, ბარიერი და პრინციპში მოდაც ხომ შენთან ერთად იმ ეპოქაში იდგამდა ფეხს ისევე როგორც შოუ ბიზნესი და მოდა. სულ მახსენდება ხოლმე, აი როცა მქონდა გადაცემა ჯანი ვერსაჩიზე, რომ მოდა და შოუ ბიზნესი ძალიან ახლოს არის ერთმანეთთან და მაშინაც ვახსენებ სწორედ ავთანდილი და ქართული შოუ ბიზნესის, იმიტომ რომ რაღაცნაირად იმ პერიოდში ეს განვითარების პერიოდია, ერთმანეთს ძალიან უწყობს ხელს, ხო? მე მაინტერესებს მაინც დღევანდელი მოდა რა არის შენთვის? ხატე, სადღაც 8 კითხო დასვი ერთ-ერთ და ნახევარზე მეც შენ ვეუპასუხე. იმიტომ ისმენდი ასე? და სხვა თემაზე დამისვი. იმიტომ ისმენდი. დავანაწილებ, ეხლა რაც დავიმახსოვრე. აი რა. როდის დაიწყო? ხო? ჩემი ეს პირველი ნაბიჯები დაიწყო 2000-იანების დასაწყისში. ხო, ნუ ეს როცა უკვე სერიოზულად გამოვჩდი ამ ბაზარზე და ვიყავით 2 ცალი სულ, მე და მაკა ასათიანი. და ეს ის ეტაპია, როცა აბსოლუტურად გულწრფელი ვიყავი ჩემს შემოქმედებასთან და ჩემს თავთან. რას გულისხმობ ამაში? ანუ არ იყო არანაირი ინფორმაცია, არანაირი ინტერნეტ პლატფორმები. ტელევიზიით იყო მხოლოდ ერთი არხი და შემდეგ შემოემატა მეორე არხი და ჩვენ ვიყავით აი ესეთი შემოქმედების ის პერიოდი იყო, როცა შენ რაც გინდოდი და იმას აკეთებდი და აღმოჩნდა იმ უბედურ პერიოდში, რომ ეს ხალხს ჭირდება. იღებდი ინფორმაციას თუ არანაირი წყარო არ იყო. აქ იყო დაყრდნობილი აბსოლუტურად შემოქმედებას. ყველაფერი იყო აი შენი სულის, შენი ხედვის ძახილი. მე რახან ჩემი ძირითადი პროფესია ფერწერაა და აგერ 25 წლის მერე დავუბრუნდი ფერწერას. და კოვიდმა ძალიან დიდი წვლილი შეიტანა. ფერწერის კეთება მოდაში. შემდეგ უკვე რა თქმა უნდა ეს კონსტრუქციაშიც დავხვეწე, იმიტომ რომ არქიტექტურაც ძალიან მიტაცებს. და გრაფიკაც და დავიწყე იმ კოდის შექმნა, რასთანაც ბრენდი ასოცირდება და ამისთვის არ მიღალატია. ჩემთვის უკვე 25 წელი მისრულდება, რაც ამ ბაზარზე ვარ და მიხარია, რომ ახალი და ახალი თაობა ატარებს ბრენდს. ეს მხოლოდ იმის მანიშნებელია, რომ ბრენდი ყოველთვის სუნთქავს ახალ სუნთქვას. ერგება თანამედროვე გამოწვევებს. ხო, იმიტომ რომ ყოველთვის არის სხვა მოცემულობა, ყოველთვის არის რადიკალური ცვლილებები, განსაკუთრებით ახლა ამ турბულენტურ პერიოდში, როცა მალბეზრებადია აბსოლუტურად ყველაფერი. როცა უკვე ფაქტიურად კარნახი მიდის სტილის, მხრის, განის, წელის, სილუეტის, პანდომი გეუბნება რა ფერია ამ წელს ყველაზე აქტუალური, მიმდინარეობს ანუ სეზონების ჩაშლა, ტრენდების ჩაშლა, ანუ იმდენად დასწრაფებულია ზოგადად აი ეს ცვლილებები და ამას
კარნახობა შენ თუ ამ ტიპის სუნთქვას არ მოერგე ოღონდ შენი ვერსია ამ ყველაფრის არ ჩაკარგული ხარ. ჩათვალე რომ ამ სფეროში აღარ უნდა. მაგრამ ბრენდის DNA-ის რასაც ეძახიან, ამას ინარჩუნებ მაინც, ხო, ეს თავარი რაც არის. ყოველთვის იცნობ რომ ეს არის ავთანდილი. აი, ეს მაინტერესებს დღევანდელ მოდის სამყაროში, რომელიც ასეთი მრავალფეროვანია, ხო? თან ამაზეც ვისაუბრობთ, ეხლა ფრანგული მოდა კიდე სხვა ლონდონის ინგლისური სკოლა სხვა არის, ნიუ-იორკის სხვა არის, ადრე სულ იყო პარიზი, ეხლა დაემატა ნიუ-იორკი, ლონდონი, ტოკიო, ხო? და ნუ ნიუ-იორკი. აი, ამდენ არჩევანში როგორ ხდება, რომ მაინც ბრენდი უნდა იყოს ცნობადი? აი, ამის შენარჩუნება, რომ ის არ აგერიოს სხვა რამეში, აი, ის მთავარი DNA-ის. მე გამიმართლა, რომ იმ დროს დავიწყე, როცა ამის უფლება მქონდა და არ მქონდა ინფორმაცია. შესაბამისად მე ვერ გავხდებოდი ვინმე ზეგავლენის ქვეშ. თუმცა გარკვეული პერიოდის მერე მე ძალიან მოვეკეცი ჟან-პოლ გოციას გავლენის ქვეშ და ვთვლი რომ არის შენი საყვარელი დიზაინერი. მისი დამსახურება ზოგადად ჩემი სითამამე. მე ვიყავი თამამი, მაგრამ აღმოჩნდა რომ ამას ზღვარი არ აქვს. კიდევ უფრო მეტი. ჩემთვის ეს დღემდე არის გენიოსი და ესეთი ცვლილებები მოდის სფეროში არავის. და შოუს. ხო, აი მე ვამბობ იმ ეტაპიდან, როცა დაიწყო აი მოდის აი ესეთი ტიპის კორექცირება. ნახე ძიორმა აი იმ პერიოდში გააკეთა ვიწრო წელის სილუეტი და ეს ბასკა პიჯაკზე და შანელმა სამხედრო ფორმა აიღო. შარვალი ჩააცვა ბოლო-ბოლო ქალს. ანუ ნახე, მაგ პერიოდში თავის დამკვიდრება და სტილის დამკვიდრება აბსოლუტურად გადატრიალებას ახდენდა და დღევანდელი გადმოსახედა დღეს რო ამხელა კონკურენცია. ფაქტიურად იმის კეთება შეუძლებელია, ხო? ისიც როც აბსოლუტურად სხვა არის. დღეს წამებში იცვლება ყველაფერი. და სადღაც 5 წუთის განმავლობაში აღარ გახსოვს ის ინფორმაცია, რაც მიიღე 5 წუთის წინ ნახე. გოციე დღემდე შენი დიზაინერია? კი, ჟან-პოლ გოციე, რომელიც აი არასდროს არ შემცვლია ასე. ყველა ეტაპის, ყველა პერიოდი და აი ეს გენიალურია ახლა ბოლოს, აი თვითონ რო აღარ აკეთებს ჩვენებებს და ფრიქ შოუ რო აქვს საოცარი. იწვევს სხვადასხვა დიზაინერებს და მათი ხედვით აკეთებინებს გოციეს თავისივე სიცოცხლეში. ანუ კოლაბორაციები, როგორც თქვა სხვადასხვა ბრენდები. ჩემი ფავორიტია ჰაიდერ აკერმანის კოლექცია ჟან-პოლ გოციესთვის და ნუ აქვე მიხარია ძალიან რომ დაბრუნდა დიდი მოდის სფეროში უკვე ტომ ფორდის სახში ეს ორი გენიოსი. ტომ ფორდიც ჩემთვის ნუ იცი რა არის თუ ვისაუბრებთ მოდის დიზაინერზე აი ეგეთი მოდური არც პერსონაჟი ვიცი. როგორც ტომ ფორდი. ტომ ფორდი. არც სახლის ინტერიერი, არც ცხოვრების სტილი, არც 70 წლის არის და ყველაზე სიმპათიური არ არის? კი, და აი რაც მაგან გააკეთა თავის დროზე გუჩის სახლისთვის. ესეთი გუჩი მე აღარ მახსოვს. დღემდე მე არ მომწონს ალექსანდრო მიქელეს გუჩი. სადღა არის ალექსანდრო მიქელეს გუჩი? საბატო დესარნოს გუჩი და ეხა ძალიან ველოდები ჩვენს სიამაყეს, დემნას, რომელმაც ასევე საოცარი გადატრიალება მოახდინა მოდის სფეროში. შეიძლება მოგწონდეს, არ მოგწონდეს და ყოველთვის იყო. მაგრამ აღიარა რომ გენიოსია. თუმცა დემნას ძალიან ციტირებდნენ. მართალია ბოლო 5 სეზონი ის უკვე აი რაღაც უკვე უნდა წასულიყო და იდეალურ დროს წავიდა ბალენსიაგას სახლიდან. და ეხა ველოდები აი აბსოლუტურად ახალ ხედვას გუჩის სახლის. მე თქვენი რომ გუჩის ცოტა მგონია რომ აი ეს პერიოდი შევა ის. მე მგონია რომ ისევ დაუბრუნებს ძველ იტალიურ და ევროპულ დიდებას და რაღაც ბოლო პერიოდში მეჩვენებოდა. აქვს ძალიან დიდი სითავისუფლება, იმიტომ რომ გუჩის არყოლია არ არის ეს დიზაინერის სახლი. ეს არის ჩანტების ხელოსნები. ემილიო გუჩი. რომლებმაც დაიწყეს საგზაო
კეთება და ეს არ არის ძიურის სახლი. ეს ჩანთების კეთება ძალიან კარგი ნაბიჯი არის. ჰერმესმეც ხო ეს ცხენის უნაგირით დაიწყო, მაგრამ მე ჩანთები და მე მგონი ეს ჩანთები ძალიან მაგრამ კონკრეტულ ისტორიაზე მიუხედავად იმისა, რამდენი ფილმია, ანუ პერსონაჟზე, ხელოვანზე დაფუძნებული არ არის. ნახე ბალენსიაკას სახელზე არ არის, კი. დემნასთვის ძალიან რთული იყო ის იდეოლოგია დაეცვა, რასაც კრისტოფერ ბალენსიაკამ თავის დროზე დაამკვიდრა და მას კოკო შანელიც აღიარებდა, რომ აი მხოლოდ ბალენსიაკა ის დიზაინერი, რომელიც უნდა არსებობდეს. აბა სკიაპარელის ვერ იტანდა და მიუხედავად იმისა, რომ ბოლოს მასაც ჩხუბა, იმიტომ რომ ხალი იყო მოჭხუბარი. იცი რა ლომი იყო და მაინც ჩვენიანი იყო. იცი რა მითხარი, ავთო მოდა ბრუნდება აწლეულებიდანო. ეთანხმებით თუ არა ამ გამონაკლისს? რა ვიცი, წინა წლის და 2 წლის და 3 წლის და ეხა იყო პერიოდი 60-იან წლების, ხო? მერე აი სადღაც გადათამაშთა 80-იანებში. რომელიც ბრატა ჩემთვის აი არ არის იმ სტილისტიკასთან ისი ტარებაც მე მიყვარს და შენი სტილისტიკა რომელი ეპოქაა დაახლოებით წარსულიდან, იმიტომ რომ მაინც ვამბობთ რომ ყველაფრის რენოვაცია ხდება და თანამედროვე ელემენტები შეძენა, მაგრამ მაინც ტრიალებს, ხო, ჩვენ ენაზე ესე ვამბობთ, მოდა ტრიალებს. შენი საყვარელი ეპოქა რომელია? აი ესე ვერ დავყვავ, მეც ძალიან მერყევი მაქვს გემოვნება. გენიოსად ვაღიარებ ჟან-პოლ გოციეს. დანარჩენი მერყეობს. ნუ მაინც ესეთი ეპატაჟური. ხო იცი რა, ყველა პერიოდი გარკვეული სილუეტი მომწონს. რა თქმა უნდა, ნუ ძიორის ბიჭაკი ბასკა, რომელიც უკვდავია. აბსოლუტურად გამოყოფს წელს და აი უფრო დიდია თეძოს მიმართულებით და აი ეს ძიორს ჭირდება და ქვედაბოლოზე სადღაც 100 მეტრამდე წული. აი ესე დამდგარიყო. ხო და მე ვიტყვით რომ ძვირია ძიორი, რა თქმა უნდა იქნება და ძალიან მალე დავბრუნდებით ეთერში, ჩვენ ახლა სარეკლამო ჭრა გვაქვს და რეკლამის შემდეგ განვაგრძობთ თემას, როგორ იცვლება მოდა, მოდის პარამეტრები და როგორ იცვლება მოთხოვნა მოდელებზეც. ეს თემაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მსმენელისთვის. რეკლამა ქალების რადიოზე. ურბანიკისგან ახალი მულტიფუნქციური ბიზნეს ცენტრი ინოფისი უზნაძეზე გთავაზობთ. საოფისე ფართები 20-დან 35,000 კვადრატულ მეტრამდე. მოსასვენებელი სივრცეები 12,000 კვადრატული მეტრი. კვების ობიექტები, რეკრეაციული ზონა 8,000 კვადრატული მეტრი. 580 ავტომობილზე გათვლილი პარკინგი. ფართები როგორც ყიდვით, ასევე იჯარით. დაგვიკავშირდით 2 31 88 88. მოიგეთ დაუვიწყარი კრუიზი, MacBook-ი და iPhone-ი. გრანდიოზული გათამაშება Ariel-ის, Head & Shoulders-ის, Pantene-ის და Oral-B-ის ბრენდებზე Nikora სუპერმარკეტში. შეიძინე 20 ლარის პროდუქცია 1 აპრილიდან 15 მაისის ჩათვლით. მიიღე გათამაშების ერთი ბილეთი და გახდი იღბლიანი მომხმარებელი. გათამაშება ჩატარდება 23 მაისს 17 საათზე. რეკლამა ქალების რადიოზე 2 31 88 88. Beauty Live. ყველაფერი ქალებზე და სილამაზეზე. FM 93 და 1. ქალების რადიო. როგორც დაგპირდით, რეკლამაც ძალიან მალე გაიარა. Beauty Live ხატია შამუგიასთან ერთად 93 და 1 FM-ზე და ეს ქალების რადიოა, რა თქმა უნდა, გრძელდება. ჩვენი სტუმარი გახავთ ავთანდელი, რომელსაც ვერ წყვეთ ყურს, თვალს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. გაცემის წარდგენი გახავთ Brandy That So, რომელიც ყველა ქალბატონმა იცის და არა მარტო ქალბატონმა, განსაკუთრებით ახლა რუჯის პერიოდია და ავტორუჯი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. Brandy ექსკლუზიურად შეგიძლიათ, რა თქმა უნდა, შეიძინოთ საფთიაქო ქსელში ავერსი და ყველაფერი ქალებზე და არა მარტო ჩემო ავთო. ბევრად უფრო რთულია გააკეთო დამოუკიდებელი არჩევანი, ვიდრე მიყვე მასიურ მოდას. ეთანხმები თუ არა ამ გამოცდას? გააჩნია რა სეგმენტზე ვსაუბრობთ, რა ადამიანებზე, რა ცხოვრების სტილზე, როგორი ვაიბი გვაქვს, სად გვგრძნობ თავს კომფორტულად, რამდენად გვინდა დავხარჯოთ ბიუჯეტი ამა თუ იმ, რამდენად გვიღირს. აი ბიუჯეტზე მაშინ ჩაგეკითხები. აუცილებელია გქონდეს ძალიან დიდი ბიუჯეტი, რომ გამოიყურებოდე როგორც ფეშენისტა და იმიტომ რომ ამბობდა რომ მოდაშია ის, რაც გიხდება. ნახე, აქ შემიძლია ალბათ იგივე პასუხი გამიმეორე, თუმცა თუ ესე ძალიან გაინტერესებს ჩავშლი.
დღეს თუ შენ გაინტერესებს მოდა ყველა საფასო პოლიტიკაში შეიძენ ნებისმიერ ნივთს. ხარისხმა აი ის პირველადი მოცემულობა დაკარგა იმიტომ რომ არის ინტერნეტ პლატფორმები შენ დღეს აყენებ ფილტრს გაქვს კარგი კამერა ნებისმიერი უხარისხო ნივთი შეიძლება იყოს ძალიან მაგარ ვიზუალზე კამერის წინ დღეს ხო რა გამოვიწერე და რა ჩამომივიდა არის ზუსტად ეს ფაქტია ჩვენ აი აქ ვცხოვრობთ ხო და გვაქვს ინფორმაცია ასე რომ დღესდღეობით თუ მოდის მიმდევარი გაქვს და ხარ და არ გაქვს დიდი ბიუჯეტი შენ შეგიძლია დღეს იყო მოდური თუ საუბრობთ იმ სეგმენტზე აი ძველი ფული რასაც ქვია ეს old money დღევანდელი მიმდინარეობა რომელიც არაფიშირებს და არ მუშაობს ამ მასაზე ხო არ არის ინფლუენსერი არ არეკლამირებს არაფერს და ანუ თავისთვის ცხოვრობს ოღონდ ის უკვე მისი ცხოვრების სტილი აი ძალიან მნიშვნელოვანია ხარისხი ძალიან მნიშვნელოვანია ეს უკვე ჩვეულებაც არის ჰერი ძალიან მნიშვნელოვანია იყოს ეს როგორ გითხრა აი ცხოვრების ხარისხში ჯდება და ის არის ორგანული და მიჩვეულიც არის ძალიან ხშირად ვხედავთ ჩვენ ადამიანებს რომლებსაც აცვიათ ძალიან ძვირადღირებული ბრენდები მაგრამ ეს მოდელები მათზე ორგანულად არ გამოიყურება. მივხვდი? შეიძლება ვიზუალურად შენ მიხვდე, რომ ეს რომელი ხარისხის ქაშმირია, მაგრამ მისი საერთოდ არ იყოს. იყოს იდეალურად დასმული სხეულზე, მაგრამ ეს იყოს ერთჯერადი ფოტო ტყუილი. სამწუხაროდ. ან შეიძლება ეს იყოს ცხოვრების ტყუილი. დღეს ხო ტყუილი ძალიან მოდაშია, რატო არსებობს ამდენი ფილტრი? ხო, მაგრამ ხო ტყუილსაც ხო მოკლე ფეხები აქვს პრინციპში. არა, ნახე, აი ჩვენი ნებით ვაშუქებთ სტორებს იმ კარგ მომენტებს და იმ მონაკვეთს, რითაც შეგვიძლია რომ სხვებს ვაჩვენოთ, რომ ჩვენ ამ ეტაპზე ვართ ცხოვრების და ეს სწორად მაგ ადამიანებისთვის აკეთებს დიდილუქს ბრენდები იმ მაისურებს, რომლებიც მათთვის ჩვეულებრივად ხელმისაწვდომია. იმ არა აქსესუარებს, რომელსაც ალბათ უფრო შეწუდება, ვიდრე რომელსაც გარედან აქვს ბრენდირება. ადამიანები, რომლებიც იმ ცხოვრებით ცხოვრობენ, რომლებისთვისაც ეს ორგანულია და მათი ცხოვრების წესია, მათ გარედან ბრენდი არ აწერიათ. ხო, აწერიათ, არც ყიდულობ. მე სხვა შორის ჩვენს სმენელს და მაყურებელსაც ვეთქვი, რომ მე ეხლა სტორები რაც დავდე ჩვენი ეთერამდე, არანაირი ფილტრით არ არის მეგობრებო დადებული, უფილტროთ ჩვეულებრივი ორგანიკ სტორები დავდე ჩვენი შენ არც კი იცი, მაგრამ მე შენი სტორიც დავდე და გვანცეს. მე ეს ეს არის როგორ ანუ ეს გახდა ჩვენი ცხოვრების წესი. მე არ მიიღოთ ისე რომ თითქოს მე აი სხვა თაობიდან ეხლანდელ მდგომარეობას ვაფასებ და არა ნუ ჩვენ ცვლილებებზე ვსაუბრობ მე ვსაუბრობ იმაზე რომ დღეს ეს არის ჩვეულებრივი ცხოვრების წესი აი მოდა ეს არის თუ გარკვეული სტილის დროებითი ბატონობა გარკვეულ სფეროშიო თვლი რომ მიუხედავად იმისა რომ ხა იცვლება ძალიან ბევრი ადამიანი და პატარა თაობაც ანუ ჯენზიდან დაწყებული X-ი თაობა და ასე შემდეგ ყველა თვითონ იღებს გადაწყვეტილებას მაინც თვლი რომ მოდა ბატონობს ადამიანებზე აი კოვიდის შემდეგაც იმიტომ რომ ხო შეიცვალა რაღაც მიდგომები რომ პრაქტიკულები გახდნენ ადამიანები მაინც გაჩნია რა გინდა შემდეგ ისე თქმა გინდა ამითი ანუ რა პრეტენზია გაქვს არის თუ არა ეს შენი შინაგანი მდგომარეობა გჭირდება თუ ეს არა ეს რომ საზოგადოების რაღაცა ნაწილში თავი დაიმკვიდრო ეს უბრალოდ ახალი ეტაპია და შენ მეტი ფინანსები გაქვს და გინდა რომ ეს საზოგადოებას აჩვენო
და ახალ თაობას უფრო მსუბუქად აქვს ეს ყველაფერი. პრაქტიკულად. მაგრამ ტრენდი მაინც ახალ თაობაშიც რა თქმა უნდა, ეხლა ჩემ შვილს და მის თაობას რო ვუყურებ, ანუ ეს გამორჩეული სტაილინგი და პერსონა აი ძალიან ესეთია დასაფასებელი და აღიარებენ. ადამიანს აღიარებენ. მე ვფიქრობ, რომ მოდა მაგრამ ხომ არ გიჩვენება, რომ ჩვენი შვილების თაობა სუდი გაგებით არ ვამბობ, მინდა რომ სწორად გამიგოს მსმენელმა. აი ჩვენს თაობასთან შედარებით ნაკლებ გაპრანჭულები არიან. მე არ გულისხმობ მოვლილობას, ძალიან მოვლილები, მაგრამ აი ჩვენ თუ ვიყავით უფრო ქუსლებით და მეიქაპით გამორჩეულები, ამ თაობას უფრო oversize პიჯაკები. რა პერიოდი მოგვიწია? აი მსუყე 2000-იანების დასაწყისი. როცა გაჩნდა ბევრი ფული, ბევრი მდიდარი ადამიანი, ბევრი შავი ფული. და გავოგნდით, რომ ყველაფერზე ხელი მიგვიწვდებოდა. არა, ანუ მაგ პერიოდში გახდა ცნობილი ხო ჯანი ვერსაჩი. აიღო ეს ბევრი ოქრო, ბევრი ფერი და აი გააკეთა აი რაღაცა, რა თქმა უნდა თავისმა ტოპ გოგოებმაც გარემოცვა ხელი და მაფიოზურმა სტრუქტურებმაც იტალია იყო ითამაშა მაგრამ ანუ ეს მსუყე პერიოდის ახალგაზრდები ვართ ჩვენ და ის გვაქვს გამოყოლილი და ეს თაობა აი უფრო აი მოდუნებული მე ხვდი უფრო აი მას მზრუნველობა არ აკლია. თან ხელმისაწვდომია მათთვის ყველაფერი. ჩემმა შვილმა არ იცის რას ნიშნავს რომ უყვები უშუქობაში ვიყავი და არ ქონდა გათბობა და ფეხით. არა, ვერც გაიგებს. ნუ არ ვერ. რა თქმა უნდა ეს რო დამთავრდა და ორი კაპიკი ერთმანეთს მივაბით, წავედი მაშინ და რაღაც 4 კუთხე წყვირიანი ფეხსაცმელი იყო შემოსული იტალიაში ერთი ცალი თუ ზომებსაც არ ვკითხულობდით. უნდა ჩაეტიო, უნდა ჩაიცვა მოხარეთითებიან გაჭალე კარგად. საკომისიოები გახსოვს? როგორ არ მახსოვს? მახსოვს რომ შევიძინე მაშინ აი ძალიან დიდი პერანგი, ესეთი შავი ცისფერი ზოლები და იყო აი ცოტა გამოხარშული და გახუნებით როგორ რეცხავდი აი ეს აი ნახე გოციესთან ხედავ გოციესთან ისევ შენი სიახლოვე მასაც ხომ ზოლები ძალიან უყვარს და ნუ ხო აი ამ თემას ძალიან ბევრჯერ დავუბრუნდები და სხვათა შორის ავიხდინე ოცნება და მისი კოლაბორაცია ავეჯის განხრით შევუკვეთე, ჩავედით პარიზში, შევედით მასთან ოფისში და როშ პოპუასთან ქონდა კოლაბორაცია მხოლოდ ერთჯერადად და შემდეგ აღარ გამოვიდა გაყიდვაში ესე მასიურად და რომ მოვუყევი რომ საერთოდ მისი დამსახურებაა რომ შენ ხარ დღეს დიზაინერი აი ან დღეს მე მივეკუთვნები ამ ტიპის დიზაინერებს ეს ეხლა გაირკვა მაგრამ ეს დავიწყე როცა არ ვიცოდი საერთოდ რა ტიპის დიზაინერებს მის ნაწილი ვიყავი ხო არის პოლიგოციებ თქვათ კატერი მიუგლერი არ გამომიტოვო გული არ მატკინოთ ხო მიუგლერი არის სხვა სი ხო და არ გამომიტოვო მაინც არა მასე ვერავის ვერ გამოვტოვა ის პერიოდია და მე ხარცი გულში ხო და ანუ შევიწინე მისი ნამუშევარი აი ტახტის სახით და მგონია რომ აი რაღაცა მისი აი შემოქმედების და ეხლა სადგას ეს შენთან ოფისში დგას თუ სახლში სახლში ანუ აი მისი შემოქმედების ესეთი მნიშვნელოვანი ნაწილი რომელსაც თქვათ ჩემთვის განსხვავებული ემოცია მაქვს, ის უკვე მაქვს. ხედავ შესაძლებლობები ჩემო მეგობრებო, როგორ განსხვავდება ადამიანების. მას უკვე აქვს მისი კოლაბორაციის უნიკალური ნივთი და მე შემეძლია ვთქვა, რომ ავიხდინე ოცნება მხოლოდ სელფი მაქვს მასთან და მეტია. არანაირი ინტერიერი აღეჭის, მხოლოდ სელფი მაქვს გოციესთან და ასე ვაფარე. იცი რა, ჩემზე ზეგავლენა პერიოდული ქონდა, ასევე მალბერ ელბაზი, რომელიც ჩემთვის გენიოსი იყო და ვთვლი რომ აი მანაც ლანვინის სახლში, ლანვინის სახლი არასდროს არ ყოფილა ეს. ხო, იმ დღეს საუბრობდით ლანვინი, მე და გვანცავ საუბრობთ, რომ ლანვინი რაღაცა გაქრა ეხლა. ხო, იმიტომ რომ აღარ არის ალბერ ელბაზი. აღარ არის რა, ანუ მაქვინი სახლი ისეთ ემოციას ვერ
ვეღარ გაძლევს. მაგრამ დღემდე ძალიან გასაგებია, მაგრამ ეს ის არ არის დღემდე სულ დავა, რამდენი ახალი დიზაინერი შევიდა, იმდენი სულ დავაა, რომ იმ ემოციას, მაგრამ იქ რთული მოცემულობა, ის გენიოსი იყო. ძალიან ხშირ შემთხვევაში ალბათ ბევრი სახლის დიზაინერი, ანუ ვისიც არის ბრენდი როცა ამთავრებს ან კარიერას ან ცხოვრებას რაღაც მომენტში მე ახლოს ვარ იმაზრთან რომ ის სახლი უნდა დაიხუროს თუმცა რატომ არ უნდა გაიცნოს სადღაც იქვე მაგ მეორე აზრი რომელიც მე ბრძვის რატომ არ უნდა გაიცნოს ახალმა და ახალმა თაობამ და აი თქვათ მისი კოდი ეგრეთ წოდებული აი რატო არ უნდა დაინახოს ახალმა დიზაინერმა ახალი ხედვით ზუსტად რეკლამის შემდეგ ამის საპირწონე კითხვა მექნება ლოევისთან დაკავშირებით, რომელიც ვითომ ერთი პერიოდი რომ დახურულიყო, ეხლა რამდენი წლის მერე ის დიდებას იბრურებს და ხო ხედავ ეხლა მსოფლიოში როგორი პოპულარული გახდა ისევ. მხოლოდ დამსახურება Matthew Blass-ის. გამარჯობათ. ანუ სწორი დიზაინერი, კრეატიული დირექტორი მოდის სახლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. აი ზუსტად ეს თემა დაიმახსოვრეთ სწორად შერჩეული კრეატიული დირექტორი მოდის სახლისთვის, რომელზეც აუცილებლად უნდა შევეკითხო ავთანდილს რეკლამის შემდეგ სულ რამოდენიმე წამი დაგველოდით. რეკლამა ქალების რადიოზე. Dyson-ის და 1000 ლარიანი ვაუჩერის მოგება მარტივია. შეიძინე ველა სტიკერიანი პროდუქცია სუფთა სახლსა და სააფთიაქო ქსელებში. გადაფხიკე და გააგზავნე კოდი. ყოველი მე-1000 მომხმარებელი გარანტირებულად იგებს Dyson-ს. მოიწვიე მეგობრები, დააგროვე ქულები და დამატებით მოიგე 1000 ლარიანი ვაუჩერი. იჩქარე, აქცია ძალაშია 1 მაისამდე. ინოფისის ბიზნეს ცენტრები ურბანიკისგან თბილისის სხვადასხვა ლოკაციაზე გთავაზობთ საოფისე ფართებს 20 კვადრატული მეტრიდან 10000 კვადრატულ მეტრამდე. დაგვიკავშირდით 291 88 88. ურბანიკის ახალი პროექტი ურბანიკ მზიური საქართველოს ბანკის პარტნიორობით გთავაზობთ ბინებს ქალაქის ცენტრში, მზიურის პარკის მიმდებარედ, სადაც ირგვლივ ყველა საჭირო ობიექტი და დაწესებულება 5 წუთის სავალზეა. მზიურის პარკი, ჩოქბურთის კორტები, ფიტნეს კლუბი. დაგვიკავშირდით 291 88 88. რეკლამა ქალების რადიოზე 2 31 88 88. Beauty Live. ყველაფერი ქალებზე და სილამაზეზე. FM 93 და 1. ქალების რადიო. დიახ, ქალების რადიო, რომელიც როგორც ჟღერს ტალღაზე 93 და 1, აი ზუსტად ასევე გამოიყურება ინტერიერით და ასეთივე სტუმრებით არის ყოველთვის დაკომპლექტებული. ჩემო ძვირფასებო, ამიტომაც გიყვართ და ამიტომაც ხართ ჩვენთან ერთად. ეს Beauty Live-ია, ხატია შამუგიასთან ერთად და ვსაუბრობთ ყველასთვის საინტერესო თემაზე, მოდა და მოდის ტენდენციები, რომელიც ყველას აინტერესებს, ყველა ასაკს, ყველას სქეს და მოდა ის განუყოფელი ნაწილია ჩვენი ცხოვრების, რომელიც გვინდა თუ არ გვინდა მაინც ჩვენში არის და მე ვიტყოდი რომ სუბუქად თუ ძლიერად ჩვენზე მაინც ბატონობს. მე ასე მგონია და რა თქმა უნდა ვსაუბრობთ ავთანდილთან ერთად. აი ავთო, ჩვენ ვსაუბრობთ ახლა სწორად შერჩეული კრეატიული დირექტორი, ანუ დიზაინერი მოდის სახლისთვის. აი ამ თემაზეც მინდა რომ განვავრცოთ. ჩვენ Tom Ford-ზე ისაუბრე Gucci-ზე და Tom Ford-ზე. ბოლო 3 წელია ისეთი ისტერიული თამაში მიდის დიზაინერების და სახლებიდან სახლებში გადათამაშება, რომ მგონია, რომ აი უბრალოდ ექსპერიმენტებს ატარებენ და არ ვიცი სად გაიჭედება ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ფაქტიურად უკვე ვეღარ ცნობ, აი შეეჩვევი ხო რაღაცა. ხო, გავიწყდება ჯერ ერთი უცებ. ერთი რაც მინდა გითხრა, უბრალოდ აი ძალიან დამღლელი საუბარი ხო არ მაქვს. ძალიან საინტერესო საუბარი გაქვს. აი თქვათ ვინმე საინტერესებს, ვეხავ რომ ვილაპარაკო Phoebe Philo-მ რაქნა სელინის სახლში და მე როგორ დედა უტირა. აი ზუსტად დიზაინერმა. კიდე სილუეტებზე ვილაპარაკო ჩემ. აი შენ რომ ნაცრისფერი აი ეს ორეულთან, აი ეს წითელი პომადა ისია. ნახე ორი იდენტური ტიპის ნაცრისფერია, რომელიც
ერთი ბრჭყალებს, ერთი არის აბსოლუტურად კლასიკური მასალით შესრულებული და ერთმანეთად მიუხედავთ იმისა, რომ აი მოსაყოლად მოსაწყენია. არაფერში უაში არ არის. ერთად გამოიყურება როგორც რამე რო არ წვიალებდეს ჩემთან. ასე რომ მოდი ცოტა დავნიწე. არა, ნახე რა მინდა დიზაინერის და მოდის სახლის კოლაბორაცია. აი ყველაზე წარმატებული კოლაბორაცია და ყველაზე წარუმატებელი შენთვის. ეს ორი кейსი აუცილებლად მაინტერესებს. ყველაზე წარუმატებელი. ყველაზე წარუმატებელი, რომელიც შეგეძლია თქვა, რომ დიზაინერმა ფაქტიურად დააქცია იმ პერიოდში ეს ცნობილი მოდის სახლი. აი ხა ბოლო მაგალითი გუჩის სახლში რაც მოხდა, ეს ალესანდრო მიქელეს მერე საბატო დე სარნოს მოსვლა იყო, ნუ აი სირცხვილის სიკვდილი და აი ერთ წელიწად ნახევარში გააგდეს. მიხვდნენ და ორი სეზონი იმუშავა მოდის კრეატიული დირექტორის გარეშე და ეხლა მოიწვიეს დემნა და დიდი მედებს ამყარებენ. და ყველაზე წარმატებული? ნუ ტომ ფორდზე ვისაუბრეთ კიდევ. ეხლა ყველაზე წარმატებული ცვლილება, რაც მომეწონა ახალ დიზაინერთან ერთად, ეს არის ჰაიდერ აკერმანი ტომ ფორდისთვის. ტომ ფორდისთვის. ეთანხმები თუ არა, რომ მოდა წარმოადგენს დროის განსაზღვრულ პერიოდში დამკვიდრებულ გარკვეული საგნების, ტარების, მათი ხმარების და ასევე მათი შექმნის. ანუ ასეთი ტენდენცია როგორც წესი დიდხანს არ გრძელდება, როგორც მოდის კრიტიკოსები ამბობენ. ის დროთა განმავლობაში საზოგადოებრივი პროცესების შედეგად ახალი მიმდინარეობით და ტენდენციებით ნაცვლდება. ამიტომ მოდა იმ დროის წყობილების და იდეის გამოხატულებაა, რომელშიც ის იქმნება. აი როგორც ლიტერატურა ვთქვათ ასახავს იმ ეპოქას, მოდაც ასეა? კი. ეს ნამდვილად ასეა, მაგრამ ეხა უკვე ესეც აღარ აღმოჩნდა აი ამ დაჩქარების ინფორმაციის დაჩქარების გამო და დაიწყეს მოდის სახლებმა მიკრო ჩაშლები. ანუ ერთთვიანი აი ხო გაგიგია ბალეტ კორ ბარბი კორ ანუ ეხა იყო რაღაცა ანუ აი რაღაცა პერიოდის განმავლობაში შემოდის ბალეტის თემატიკა. ხო რაღაც პერიოდში და არა მარტო რეპეტოა ბრენდი, არამედ რაღაც პერიოდში შემოდის აი ბაბუის ჩაცმულობა. რაღაც პერიოდში აი ესეთ ძვირადღირებული ბომჟის ჩაცმულობა. აი ოვერსაიზ ბიჭაკები და ჩაჩაჩული შარლები. და არის აი ეს ჩაშლილია ხოლმე რა. აი ეს რაღაცა ისტერიული ბორდო სტარება. ნუ ეს ხო ითქვა რომ 2025 ეს არის ბორდო. ხო გეგე ოპელი, მაგრამ ნუ აი საბოლოო ჯამში ვერ გეგე რა ბორდოსფერი და ბორდოსფერი ჩანთით, ბორდოსფერი როლინგში და ბორდოსფერი კოლგოტკი და ბორდოსფერი ლაბადით რო გამოდის რისი თქმა უნდა აღდგომის კვერცხია. რა გვინდა ვთქვათ ამით? აი ეს მაინტერესებს შენი შეხედულება. მოგწონს თუ არა სულ ერთფერში? ნუ აი იცი რა არის, მე მომწონს როცა ტონალობა თამაშობს. ნუ გავიგეთ რომ შევკეთეთ კლასიკა. ნახე ზუსტად იგივე მაგალითი მოვყევი შენს ნაცვლად დაკავშირებით, ხო? შეგიძლია ათამაშო ფაქტურები. შეგიძლია ფერი გაწელო, ანუ გაათამაშო. თუ ვთქვათ ფეხსაცმელი არის პირობითად ბორდო, შეგიძლია უკვე გქონდეს მარტო პომადა ბორდო. და წელწინდა ფეხს აყოვეს? არის სავალდები. მაგრამ ნახე, აი ეს საშინლად არ ჩანს, მაგალითად ბეჟ და ყავისფერ ტონალობაზე, ცისფერ ტონალობაზე. იმიტომ რომ იქ აი ყოველთვის შეგიძლია ფაქტურის, აი არსებობს ესეთი მდიდარი ფერები. წითელი ხო არის მდიდარი ფერი? აი მაგდან სუსუ აი გაჩნია რასთან არის სინთეზში, თუ ცისფერთან არის იდეალურია, თუ ნაცრისფერთან არის იდეალურია. აი ჩვენი ნაცრისფერთან არის ინტერიერი, წითელი ნაცრისფერთან. ასაკებია და შენც ნაცრისფერ ლუქში, ნუ და რატომ არ ვიცი, რომ არ არის ჩემი საყვარელი ფერი ნაცრისფერი. ხო და გაკოდებ ატარეა. მართლა, ნუ იმდა იბჭყიალოს ალბათ და იმ. ხო, ანუ აი ნახე ყოველთვის აი რა არის შენი მეორე განხილვა, ესეთი პირველი წარდგენის ფორმის მერე იყო სტილთან დაკავშირებული. რომელიც უფრო რთულია ადამიანისთვის შესარჩევად, ვიდრე მოდას აყვეს, ხო? ანუ სტილით ეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ზოგადად მოდა და მისი ტენდენცია. რადგან რომ სტილს თვითონ ირჩევდა მოდას კარნახალში. აი ქუჩის მოდის მიმართ ესეთი ინტერესი.
იქ გაჩნდა პერსონები, რომლებიც აი აბსოლუტურად რადიკალურად განსხვავებულ ნივთებს ერთმანეთთან აერთებენ და ის აი გაწვდის თავის ხასიათს, თავის ემოციას და ანუ შოკში გაგდებს და ძალიან ბევრი დიზაინერისთვის ინსპირაციის წყარო ყოფილა. იგივე დემნასთვისაც. ასე რომ დღეს ოკეი თუ გინდა, როგორც გინდა გეცოს, დღეს მე ვერ გეტყვი და ვერც ვეღარ გეტყვის, რომ აი რატო გაცვია შენ ესე, რატო ხარ არამოდურად და ასე შემდეგ. მაგრამ არის ზოგჯერ ეს მე უფრო მაღიზიანებს, როცა მატყუებ, ანუ გინდა მომატყუო. გინდა იცი რა შეიძლება არ გატყო უბრალოდ მე მინდა რომ ვიყო ფეშენისტა და ეს ჩემი სურვილია და ვინდომებ მაგრამ გამომდის ტყუილი იმიტომ რომ ვერ ვარ ამ სფეროში ისეთი გემოვნებიანი და რაღაცა შენ პირველი რაც უნდა გააკეთო თუ ხარ ფეშენისტა შენ უნდა მოусმინო შენ თავს რა მოგწონს და თუ იმ მიმდინარეობის ტანსაცმელს შეარჩევ შენ აუცილებლად ორგანული იქნები და თუ შენ ანუ ირგებ რადიკალურად განსხვავებულ იმიჯს რომელიც არ შენ ხასიათთან არ შენი ცხოვრების სტილთან არ შენ წრესთან არაფერთან ასოცირდება და გინდა რომ აი რაღაცა ერთჯერადი მაგრამ გონია რომ მრავალჯერადი და მოახდინო ეფექტი ხო ანუ ეს ვერ ეთანხმები თუ არა ასევე იმ მოსაზრებას რომ რაც უფრო მეტი გაქვს შესაძლებლობა ეკონომიური ანუ შემოსავალი მით უფრო ბეწვის ხიდზე გადიხარ სტილის და მოდის მიმართულებით არა მგონია იმიტომ რომ დღეს ფაქტიურად ყველა მდიდარ ადამიანს ყავს თავისი სტილისტი არცეთ ვარსკვლავს უკვე დამოუკიდებელი ჩაცმული არ ვიცი ჩემი კეით ბლანშეტის სტილისტი მინდა რომ გავიცნო ვფიქრობ რომ აი ფეშენის იდეალური წარმომადგენელი არის ტილდა სვინსტონი მე მგონია რომ ხო აი მისთვის აი ძალიან ორგანულია ეს ყველაფერი და ანუ შეუძლია რადიკალურად სხვა ხასიათით წარადგინოს ბრენდი კეითი ნუ კეითიც მაგარი ახლოს არის კი. აი ეხლა მაინტერესებს ეს ინდორსმენტზე ვისაუბრეთ ზუსტად რადგან ვარსკვლავებისკენ გადავიხარეთ, როდესაც ბრენდის სახეები ხდებიან ცნობილი ადამიანები. ხო, უკვე დიზაინერები ცხრებიან, ხოლო ლუი ვიტონის მაგალითი განვიხილოთ, ხო, არ არის პროფესიონალი დიზაინერი და არის მომღერალი, ხო? ხო და. ხო, აქ ხო კრეატივიც არის. ჩემთვის მაგ შემთხვევაში აი სკაპარელის სახლმა შარშან აი ეს თავის ჩვენებაზე როცა ასე წარადგინა და ჩააცვა მაგალითად ჯეილოუს მგონია რომ აი სკაპარელის სახე არ არის საერთოდ. ისევე როგორც რიანა აი ახალ რეკლამაში ჩემთვის ჯეილო ვერსაჩია იცი შეიძლება იმიტომ რომ ვერსაჩის ძალიან ბევრი კოსტიუმი აქვს და ასე მწვანე კაბაც მისი ცნობილი ვერსაჩის არის და ჩემთვის ჯეილო არის ასევე ზიჰარმიურადიც იმიტომ რომ პირველად მან გამოაჩინა ხო ანუ აი დღეს ნუ აზიურ სახეებზეა ძირითადი აქცენტი იმიტომ რომ ძალიან დიდი ბაზარია ეს ისე კომერციული კუთხიდან გამომდინარე ხო ყველაფერი კომერცია სხვა შეიძლება კომერციასთან დაკავშირებით ჩემს პირად გამოცდილებას გაუზიარებ ხა სმენელს შენეს ძალიან კარგად იცი ეხლა რომ დავბრუნე მილანიდან ყველა ბუციკში თითო პერსონალი აუცილებლად უნდა იყოს ჩინელი ანუ ჩინურ ენაზე მოსაუბრე და მაშინ მივხვდი რომ ეს ბაზარი ანუ აღმოსავლურ ბაზარს გულისხმობ იქეთ ძალიან ისევ აქტუალური და ისევ პოპულარულია რა თქმა უნდა იმიტომ რომ დიდი ბაზარია და ნუ მოთხოვნილებაც ძალიან დიდია. აი წითელი ხალიჩა და დიზაინერები, ხო? წითელი ხალიჩის დიზაინერები. ადრე იყო განსაკუთრებული кейსი იყო ეს წითელ ხალიჩაზე ვისი სამოსიეცვა და მე იყო ყველაზე გემოვნებიანი, ყველაზე უგემოვნო და ასე შემდეგ და ასე ბრძოლა მაგ მოდის სახლების სულ ბრძოლა. ანუ მათთვის ეს უმნიშვნელოვანესი დღე. ძალიან მნიშვნელოვანია. ან ძალიან ხშირ შემთხვევაში აი ვთქვათ ბრენდის ამბასადორი თუ ხარ აუცილებლად ის ბრენდი უნდა ატარო იქ არის ჩაშლილი ანუ აქსესუარების ფეხსაცმლის და ნუ ყველაზე მნიშვნელოვანი რა თქმა უნდა ტანსაცმლის დიზაინერები მაშინ მითხარი შენთვის ბრენდზე ყველაზე მორგებული ფეისი
ყველაზე მეტად ვინ მოგწონს, ვინც ბრენდმა ერჩა და ფიქრობ, რომ აი განუყოფელი ნაწილია მისი. აი ძალიან ხშირად არის ამოვარდნები, არ ვიცი, რა ესე ვერ დავაკონკრეტებ, მაგრამ აი ვინ მომეწონა ბოლო პერიოდში. შარლის ტერონი და დიორი შენთვის არ არის განუყოფელი. შარლის ტერონი და დიორი იყო აი აბსოლუტური სინთეზი, იდეალური, როგორც თავის დროზე ნიკოლ კიდმანი და შანელი და ეს ცნობილი რეკლამა. ჩემთვისაც ეს რგოლი უკდავია. როცა ის კაბას, ნუ გენიალური, მე მგონი ყველაზე ძვირადღირებული რეკლამაა. ძალიან უხდება. ხო, აი ესე აი ეხლა თუ მოგეწონა პენელოპა კრუსის შანელის არა, ანუ რა უქნას ტორს, რა უქნას ის ღილები წინ ის წელი ჩამასული აი რა ხდება ამ დროს? შენი როგორც პროფესიონალის შეფასება. ეხლა მე ჩვეულებრივი მაყურებელი ვარ, რომელსაც პროფესიიდან გამომდინარე და მჭირდება ეს უნდა უყუროთ და მაინტერესებს და მე არ მომეწონა, მაგრამ ეს არაფერს არ ნიშნავს, მაგრამ პროფესიონალის შეფასება. მეც თითქოს ნიკოლ პენელოპა კრუსი ვერ აღვექვი ამ შანელის ლუკით. აი მე თუ მკითხავ, ნუ ძალიან უნდა მოინდომო, რომ პენელოპა ჩააქრო. და გააფუჭო, მოდი ვთქვათ. აი ძალიან უნდა მოინდომო რა. მე რატომღაც მგონია რომ აი იმიტომ რომ ჩემთვის თეთრი კაბა ეცვა შავი ზოლებით გრძელი. არა, მაგის მე ეხა ეცვა წინ ვერცხლისფერი გელებით აგერ იყო გადაჭრილი თეთრი. აი მის თეთრიც არ იყო ისეთი. ნახე, აი პენელოპა ჩემთვის ასოცირდება, იცი როგორ ემოციას იწვევს, როგორც აი წინა თაობაში იწვევდა სოფია ლორენი. ცეცხლი, ქალი ცეცხლი. და მე ვფიქრობ, რომ ეგეთი ტიპის ქალები უნდა ჩააცვას ესა ცეცხლოვანმა დიზაინერებმა, როგორც არის დოლჩე და გაბანა. აუ ხდებოდა. აი ესეთი იტალიელი ემოციური. იმიტომ რომ ეს ესპანელი. ხო. აი გონია რომ აი ესეთი აი მე რომელი მიმდინარეობა მომწონს და სარეკლამო რგოლებიც აი ესეთი სექსუალური აი ქრივი ქალები რო გააკეთა შავებში და ნუ სარეკლამო რგოლებიც არის ნუ ხო ნუ იქ რა თქმა უნდა მონიკა გოციეს რგოლებზეც ვგიჟდები მე მართალი რო გითხრა მე მონიკა ბელუჩი გყავს ძირითადად დოლჩე გაბანა ჩემთვისაც დოლჩე გაბანა მონიკა ბელუჩი არის ისევე როგორც ჩემთვის ჟივანში ნუ აღარ ვამბობ ოდრიზე არასოდეს არ მავიწყდება დამოვიზდა იმ სახიობის ხო ხედავ არასდროს არ თქვა არასდროს ხო და ეხლა ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ამ ჟივენშიც რაც ეშველება იმიტომ რომ სარა ბერტენი გაუშვეს უკვე მაქვინის სახლიდან და გადაიყვანეს ჟივენშის სახლში და სხვათა შორის არ გააკეთა კოლექცია გვინეთ პალტროუ ჩემთვის ასოცირდება იმ თავისფერი ბორდოსფერი ორეულით ხავერდის ნუ ტონფორდთანაც და სხვათა შორის ჟივანშის გახსოვს თეთრი რაღაც პიჯაკებით კაბაროიცო ხელებ გაყოფილი და მე ძალიან მოდაში ძალიან მინდა რომ ჟივანში დღეს აჟღერდეს იმიტომ რომ 10 წელი არაფერი არ უქნიათ ხო და აი კიდე კაი გამახსენდა ჩავარდა ბრენდი წლებია ისევე როგორც ძალიან ბევრ ბრენდს დაემართა ან ბერბერის გაყიდვები აი ფაქტიურად უმძიმეს მდგომარეობაშია ლანვინის და ნუ ძალიან ბევრი სახელი გაქრა ამ კიტებთან ვერ მომიყვან მაგალითად მაგრამ მე ძალიან მომწონს ვიქტორია ბექემი რომლის გაყიდვებიც ძალიან ჩავარდნილია გუში მკითხულობდი ზუსტად და რაღაცა 9 მილიარდით რაღაცა აქვს. არ გაუჭირდება საჭმელს შეჭამს. როგორ მე ხა? აბა ეხლა ჩვენ საუბრობდით ნახე დიზაინერები რომლების აი აიკონებიც შენთვის აი თქვით რომ დოლჩე გაბანასთან ეს ასოცირდება ჟივანშისთან ეს დიორთან თქვათ რა თქმა უნდა. მოდი მოურიდებლად და გულწრფელად მითხარი ვინ ასოცირდება ამ ბრენდთან ავთან დილი შენთვის? არისო რთული კიდე ეს სხვა ქვეყანაში დამესვა სხვა ქვეყნის რადიოში ალბათ უფრო მარტივად უპასუხებდი. გეტყვი. როცა პატარა ვიყავი და დავიწყე მერხებზე ხატვა. ყოველთვის ხატავდი ნუშის თვალება. წარბ აწეულ ძალიან ბევრი ხუჭუჭათმებით გოგოს. და შენი ცხოვრება ზუსტად ესეთ გოგოს დაუკავშირე. შენი ცხოვრება ზუსტად ესეთ გოგოს დაუკავშირე და გონია რომ ყველაზე იდეალურად ის ატარებს ჩემს დასაცმელს
და ეხა უკვე გაგრძელება ჩემი ქალიშვილი, რომელიც მგონია, რომ ჩემი ბრენდის იდეალური მატარებელია და მგონია, რომ ეხლა გაიხსნა სულ სხვანაირად ბრენდი ანასტასიას და ანასტასია იმ ქალაქშიც მოხვდა ზუსტად სადაც უნდა მოხვედრილიყო. არ შემიძლია ხათუნაზე რო არ გკითხო, იმიტომ რომ ხათუნა ვისაც არ ყავს ნანახი, ის ავთანდილს კი არა, ალბათ ნებისმიერ ბრენდს მოირგებს მისი ფიგურიდან გამომდინარე, რა ვიცი, რომ არა დიპლომატია, ალბათ მოდელი იქნებოდა და ესეც ძალიან საინტერესოა და სიმბოლურია, რომ შენი და ხათუნას ცხოვრებაც შენმა პროფესიამ დააკავშირა. ის იყო ჩვეულებრივად შენი ტანსაცმლის ფანი და მომხმარებელი და აქედან დაიწყო თქვენი ისტორია. ძალიან ლამაზი ისტორია მომწონს. აი, ხათუნა არის დიპლომატი. მთელი ცხოვრება მისი პროფესია არის დიპლომატია, რომელიც ძალიან ისეთი კაცრ გაიდლაინს მოითხოვს სამოსში, ხო? და ეს დასაწყისში გამიჭირდა, იმიტომ რომ აი ეს მაინტერესებს. ხო, აი ეს დააბალანსო სხეული, ვიზუალი, სამსახური არ უნდა დაგავიწყდეს სად რა სივრცეში ხდება ეს ყველაფერი, რა ფერი მუშაობს, რა სილუეტი მუშაობს და იყოს ეს ყველაფერი თან ძალიან ქალური. და სად უნდა წარდგეს, ხო? და ანუ ფაქტიურად ნებისმიერ ქვეყანაში, ანუ შენი ერის წარმომადგენელია, ხო? როცა აკეთებ თორეცო მნიშვნელოვან ეს ერთი და მეორე შენი მეორე ნახევარი რომელიც გინდა რომ ყველგან ყველაზე ლამაზად გამოიყურებოდეს და აქ გაქვს რაღაცა პატარა ფრთების შეჭრები. ეს მოცემულობა გაცდა დიზაინერის და მისი მუზის და მეუღლის ურთიერთობას, იმიტომ რომ აქ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ჩაიდო ამ ყველაფერში და მგონია რომ დღემდე სწორი ხაზით მივდივართ. რაც შეეხება აი ესეთი გაცნობა ჩემი საზოგადოებაში, ქართულ საზოგადოებაში, ეს რა თქმა უნდა ეგრევე ასოცირდება ლელა წორწომიასთან. შოუ ბიზნესი. აი ზუსტად ჯანი ვერსაჩის რო ახსენე და ალაიას, რომელიც ასევე ძალიან საყვარელი იყო შოუ ბიზნესი. იმიტომ რომ რაღაც თან იმ პერიოდში მიუხედავად იმისა, რომ მე აი ესეთი დატვირთვა მოხდა ჩემი, ეს იყო სპორტი, ტელევიზია, ფაქტიურად მაშინ ყალიბდებოდა კიდე ახალი არხები, მართლაც ჩვენი სტუმარი იყო ლელა ჯერ არ ყოფილა და აუცილებლად იქნება ჩვენი სტუმარი, უბრალოდ არ იყო ქალაქში. იყო ჩვენი სტუმარი არჩიკო მეფარიძე, რომელმაც ასევე გახსენა, რომ ეს იყო და ყველა ესეთი პირველი სერიოზული კონცერტი ფაქტიურად ჩემი გაკეთებულია. მიუხედავად ისა, რომ თქვათ ლელამდე იყო რაღაცა სერიოზული გამოხმაურება ქონდა მაშინ ეირი შეპყრობილი იყო ჯგუფის სახე. კი. და პირველად მაგრამ ხეთი ქალზე მაინც ხვანაირად აღიქნება. მაგრამ აი ესეთი მასიური პრეზენტირება, არ ვიცი სწორი სიტყვა თუ არა ეს, მოხდა ლელასგან. და ის თან მისი კონცერტი, რომელიც 2001-ში იყო, ხო? ერთი იყო, ხო? ფილარმონიაში, სადაც ძალიან ბევრი კოსტიუმი გამოიცვალა. ჯერთი შოუც პირველი იყო, ხო? ამ ეპოქაში და აი აბსოლუტურად განსხვავებული სტილი იყო და იცი რა მაინტერესებს? ეს ხომ კიდევ ცალკე მიმართულებაა, როდესაც ვარსკვლავს ერგები პრაქტიკულადაც, გარდა იმისა, რომ უნდა იყოს ლამაზი, იქ უნდა დამაგრდეს უამრავი, ქართულად არ ვიცი იმ სიტყვას რა ქვია, სამაგრი, პეტრიჩკას რომ ვეძახით, ხო? იქ უნდა კონდეს ბევრი აპარატურა დამაგრებული, იქ უნდა იმოძრაოს. ეს ყველაფერი სილამაზე უნდა იყოს ამ სპეციფიკასთანაც მორგებული, ხო? ესეც ხომ ერთი დიდი გამოწვევაა. რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა და არ უნდა დაკარგო ვარსკვლავი. რა თქმა უნდა. ანუ რაც ვთქვათ იგივე პენელოპას შემთხვევაში ძალიან ხშირად ხდება. და კიდევ ერთი კითხვა უნდა დაგისვა, რადგან ვარსკვლავებზე ჩამოვარდა ლაპარაკი და ჩემთვისაც ლელა შენი ნამდვილი სახეა. ტელევიზია, შენ ძალიან დიდი გამოცდილება გაქვს აი ტელევიზიის ეტაპები ყველა რაც უნდა გაიაროს დიზაინერმა რომ გახდეს დიდი დიზაინერი და დიზაინერი ხო მარტო იმიტომ არ ხდება რომ ჩვენ მოგწონს როგორც აკეთებს ხო ძალიან ბევრ ნაბიჯ ეტაპს გადის ერთ-ერთი პირველი რომელიც აცმევდი ტელესახეებს კი მე მგონი ყველას მევაცმევდი ანუ
ნახე, ეს ისეთი პერიოდი იყო, რომ მაშინ რაღაცა აი ამ შავი ბნელი პერიოდიდან გამოვდიოდით და აი ყველაფერი ნელ-ნელა ცოცხლდებოდა და ჩვენ ვიყავით აი ეს პირველი ტიპები, ვინც აი ამ ნაბიჯების გადადგმები დავიწყეთ. აი ყველა უფრო რთული რომელია, ტელევიზიაში ჩაცმა თუ სასცენო, საკონცერტო კოსტიუმის შექმნა. აბსოლუტურად ყველაფერს აქვს სხვადასხვა სპეციფიკა. ტელევიზიაში მაგალითად არის ფერების განათება, რომელიც ყველაზე რთულია. თემა თუ იდეალურად არ არის პიჯაკი დასმული, განსაკუთრებით საყელო და მხარი, ჩათვალე რომ საშინელება ხდება ეკრანზე, ეკრანი პლუს კიდევ ამატებს წონას. არ შეიძლება კუბოკრული, კუბიკები, ყვავილები, აი რაღაცა ფერები, რთული სქემა. მაგრამ მაგ არის აბსოლუტურად კონსტრუირებაზე აწყობილი მოდელი. მაგ ესეთი მნიშვნელობა ქსოვილის ხარისხსაც არ აქვს. პირიქით, რაც უფრო ისეთია, ქიმიური ნაჭერი უფრო კარგად იკითხება, არ იკუჭება. რაც შეეხება სცენას. სცენა ეს არის პერსონა. რა პუბლიკაზე მუშაობს? იმიტომ რომ ძალიან ხშირ შემთხვევაში ვარსკვლავი, როცა იწყებს კარიერას, ხდება იმის მსხვერპლი და შემდეგ უკვე მის ცვლილებებს სტაილინგში, ვარცხნილობაში ვერ მიყვება ხალხი, იმიტომ რომ მათ ის მოწონთ. იმ პერიოდის და ეს ცოტა გადაკეთებული ვერსია არ მოწონთ. თუმცა ყოველთვის შეიძლება პერიოდულად ანუ სათუთია მაინც. ხო, პერიოდულად რაღაცა კორექტირება შეიტანო. აი აქაც ძალიან მნიშვნელოვანი. ეხლა მაგალითად ჩვენ ხო ჩვენი თვალისთვის ხო რთულად ახსაქმელი იქნება მაგალითად ნანი ბრეგვაძე რომ გამოვიდეს დახეული ჯინსებით და აი ვთქვათ დიდი პიჯაკით რაღაცა სცენას დადგეს და ვარდები არ არიან იმღეროს, ხო? თუმცა ეს ძალიან მაგარი იდეაა ეს ყველაფერი, მაგრამ ანუ რთულად მისაღები იქნება. ირაკლი ჩარკვიანთან ერთად რო გამოვიდა სცენაზე, მაშინ იყო ბუმი, იმიტომ რომ მაშინ ეს ახალი თაობა და ქალბატონი ნანის თაობა ეს მუსიკალურად ვერ წარმოედგინათ, მაგრამ საოცარი პროექტი იყო, რომელიც ხალხმა აიტაცა. როგორც მუსიკალური პროექტი. და თავისი სტილისთვის არასდროს უღალატია ქალბატონ ნანის. იმიტომ რომ აი ეს ის შემთხვევა, როცა ადამიანმა იცის რა არის მისი. და ერკვევა არაჩვეულებრივად. და ერკვევა. აი ეს ხომ გემოვნებაა უკვე, რომელიც სტილთან პირდაპირ კავშირშია, ხო? და აი არასდროს არ ქონია კიდე ლელასაც მერყეობა. კი. ანუ აი იცის რა არის მისი და აი ირგებს იმას, რაშიც ორგანულია. და ხოთშერის სულხას უსვამ რომ ლელა ასევე არაჩვეულებრივად ხატავს და მე მგონია რომ აი ეს განვითარება ხატვის მიმართულებით ვისაც აქვს მგონია რომ მოდას გემოვნებას და სტილს უფრო რბილად გრძნობს რა იმიტომ რომ ყველაფერი ხატვასთან მიდის ხო მაინც რა არის აბა როცა ქმნის სილუეტს როცა ქმნის დიზაინს და რატომაც დაკვირებული ვარ ვინც კარგად ხატავს მისი გემოვნება ყოველთვის კარგია და ზუსტად იცის არ არის ეგრე მაგრამ არ არის აი кейსებს ნუ მოვიყვათ და ბოლო კითხვაზე მინდა ვისაუბროთ მოდელები ნუ აღარ გკითხავ შენი საყვარელი მოდელი ვინ არის ქართველი იმიტომ რომ ყველა მოდელთან ვინც ასევე იმ დროს იდგამდა ფეხს და ეს მიმართულებაც მაშინ ვითარდებოდა არ კითხავ მაგრამ მაინტერესებს აი ახლა როცა მე ხშირად მაქვს ხოლმე fashion TV ჩართული და რო უყურებ გარდა ვთქვათ ტოპ მოდელებისა და აღარაფერს ვამბობ მაწილდაზე და ასე შემდეგ ტოპ მოდელებზე ძალიან შეიცვალა პარამეტრები. ხო, თუ გახსენდება ნადია აუერმანი და კრისტი ტარლინგტონი, ახლა შეიძლება ვთქვათ საცურაო კოსტიუმების რომელიმე ცნობილი ბრენდის რეკლამაში დაინახო აბსოლუტურად ცოტა ჭარბწონიანიც, არანაირი დახვეწილი ფეხით, გარუჯული სხეულით და სრულიად ეს ხო ახალი ეთიკის თემაა. ანუ ის რა ვიქტორია სეკრეტს თავისი შოუებით და რითაც იყო ცნობილი თავისი ანგელოზებით ხო ძალიან დიდი პრობლემები შექმნა ადამიანებისგან რომლებიც იყო სხვა წონის, სხვა ვიზუალის, სხვა სიმაღლის და ასე შემდეგ რა სხვა ფერის და ეხა უკვე აუცილებელია ფაქტიურად ყველა კანის ფერი წონა
და ვიზუალი აღარ არის უკვე სტანდარტები. გავიგე, მაგრამ აი სტანდარტით ხო აღიქვამ იმ სამოს, ხო? აქ ხომ არ ვამბობ ადამიანებს კი არ ვაკნინებ. და არც მე არ მაქვს სტანდარტები და მეც უბრალოდ ვიცი რა უნდა ჩავიცვა და რა არა, მაგრამ რა თქმა უნდა, ხა ის, რასაც შენ შექმნი მოდელი, ხო? ჩემს სტანზე ვერ აღიქვამს ის ადამიანი ისე, როგორც აღიქვამს თქვა გვანსა სტანზე და მოდელის სტანზე. ანუ მოდელი რა არის, რომ მოანდომოს ადამიანს შეიძინოს ის სამოსი და მიიყვანოს თუნდაც გასახდელამდე. იქ უკვე თვითონ წყვეტ გიხდება თუ არა, მაგრამ მოდა იძულებული გახდა, რომ ეს გაეკეთებინა და ვფიქრობ ძალიან სწორი, იმიტომ რომ მომხმარებელმა თავისი თავიც უნდა დაინახოს ამ ბრენდში. შენ როცა ხედავ, ჩვენ ყველას გვახსოვს ხო ის აი ზე ქალები, აი ლინდა ევანგელისტა, ნაომი კემბერლი და ნუ ის ათეული, ტოპ ათეული ხო, რომ ლინდა რომელიც ამბობდა რომ ხო, ნუ ფეხს არ გადმოვადგავ საწოლიდან თუ არ გადამიხდიან, თქვა 10,000 ნუ არც გამოგხედავ, ხო? ჟიზელი და ასე შემდეგ. ხო, ნუ შემდეგ უკვე ახალმა ტალღამ მოიყვანა ისეთი მოდელები, როგორიც არის Kate Moss, ხო? ის არის 1.65 მ. მერე შემოვიდა ეს აი გაცრეცილი გოგოები და ეხლა უკვე დღეს ყველანაირი. ნუ აი ტიპაჟებია უკვე აღარ არის. ეხლა ძალიან ხშირად ადამიანებს ერევათ მოდელი გოგონების სტანდარტების სილამაზის კონკურსის სტანდარტებთან. ხო. ძალიან ხშირად მოითხოვენ რომ ეს რას გავს? არა, ნუ სახეზე მის აღქმაში წარმოუდგენია, რომ აი სილამაზის კონკურსზე რა გოგოები გამოდიან, აუცილებლად ესეთი უნდა იყოს მოდელიც. მაგრამ ესე არ არის. მაგრამ მე მაინც იმ კითხვას უბრუნდები, მაინც ხევლის ფორმებზე მაქვს ხა აქცენტი და არა ვთქვა სახეზე როგორი არის. მოდელი ხო რატო ყავს? ყველანაირი ფორმა ატაროს. გამოიტანოს პოდიუმზე და ეს ხომ არ უშლის ხო ხელს თქვა ეს თავისუფლება მიმართულებით მყიდველს ხო არ შეუმცირებს ადამიანს, იმიტომ რომ ზუსტად თუ დაინახე შენი თავი და თუ მიხვდი რომ ეს ბრენდი ჩემთან არ არის, იმიტომ რომ არ ყავს, ანუ ჩემნაირი გოგოს ხედავ და არ უხდება. მარკეტინგულად ხო სწორი გათვლა ამას გულისხმობ? რა მე მგონია რომ ეს ყველაფერი ნუ გამოთვლებმაც ესე აჩვენა რომ ის მოდელებიც რომელიც პლუს საიზია ჩვენებაზე რომელიც გამოდის ისიც უფრო აი როგორ გითხრა მოდელის სტანდარტებთან ახლოს არის იმას წვლილი წელი აქვს და ნუ სხვა დამუშავება. ხო, მე ხრა თქმა უნდა ძალიან ხშირ შემთხვევაში ეს ყველაფერი არც ზომები მათ შორის არ გვხვდება რეალურად მაღაზიებში როცა მიდის თქვათ მომხმარებელი. მე ვფიქრობ ეს ერთგვარი პლუსია რომ რაღაც წესი დაიცვეს. წესი და კანონი დაიცვა. ძალიან დიდი მადლობა ამ წესისთვის, ამ კანონებისთვის. კიდევ ძალიან ბევრი კითხვა მქონდა შენთან, მაგრამ ნუ დრო თავისას მოითხოვს. ნახე რომ ხელა ლისტი მაქვს კითხვების და პასუხების. მთელი ამბები უნდა მომეყოლა. აუცილებლად მოხვალ ერთი წლის თავზე პირობას დებ. გემშვიდობებით ზუსტად ერთი კვირით ხუთშაბათს 6 საათზე ისევ შევხვდებით ერთმანეთს. თქვენ კიდე არჩით ტალღაზე 93 და ერთი ეს ქალების რადიოა და არა მარტო.